გვიან ღამემდე გაგრძელდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეში ბრალდებული მამუკა ივანიაძის დაკითხვა პროკურატურაში. მამუკა ივანიაძემ საგამოძიებო უწყებას პატიმრობის პერიოდში მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე მიაწოდა ინფორმაცია. გუშინ აღიარებითი ჩვენების საფუძველზე გირაოთი გათავისუფლებულმა მექანიზატორის დირექტორის მოადგილემ მამუკა ივანიაძემ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში პრესკონფერენცია გამართა. ის ამტკიცებს, რომ პატიმრობის პერიოდში მისგან აღიარებითი ჩვენების მისაცემად სამართალდამცველები ზეწოლას მიმართავდნენ, რაც იარაღით დაშინებაში, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ოჯახის წევრების ხელყოფის მუქარაში გამოიხატა. კითხვები ეხებოდა დღევანდელ პრესკონფერენციაზე მამუკა ივანიაძის მიერ გაჟღერებულ ფაქტებს, მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რომელიც მიმდინარეობდა დაკითხვაზე, როდესაც აიძულეს მიეცა ყალბი ჩვენება, უბრალოდ როდესაც ისინი კარნახობდნენ ჩვენებას და თავის ხელით აწერინებდნენ, ამის გამომწვევ მიზეზებზე და ეს იქნა დეტალურად აღწერილი. ახსენები იყო ბატონი დავით კირვალიძეც, ბატონი გიორგი დავითაშვილიც შესაბამისად, იმიტომ რომ ბატონი გიორგი დავითაშვილი იყო არის ამ საქმის სისხლისამართლის საქმის პროკურორი, ბატონი დავით კირვალიძე კი არის ამ საქმესთან დაკავშირებული, ანუ ყოფილი სოფლის მეურნეობის მინისტრი. ძირითად საქმესთან დაკავშირებით, რაც მიმდინარეობს, ანუ სხვა პირებიც არიან დაკავებულები და ბრალი აქვს წარდგენილი ამ ადამიანებს, საია ახორციელებდა მონიტორინგ. დაკითხვა საკმაოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, პროკურორის მხრიდან, გამომძიებლის მხრიდან იყო საკმაოდ კორექტული და კარგი მიდგომა. მისცეს სრული უფლება იმისა და საშუალება, რომ თავისი ჩვენება ჩამოეყალიბებინა.